Good morning, gurus. Welcome to another episode. Hope you're having a beautiful day. We're going to jump in charts for Bitcoin. Bitcoin pushing towards 65. დილა მშვიდობისა, გურუ. going to look at Nvidia, ბიტკოინი which უახლოვდება again, 2% $65,000, ხოლო Nvidia გუშინ კიდევ 2% მოიპოვა და გასული კვირის განმავლობაში დაახლოებით 13%. მე ჯერ კიდევ მაქვს ჩემი პორტფელის დაახლოებით 30% აქციებში და 70% ნაღდი ფულით. ველოდები მიმზიდველ შენატანებს. მე ვაშენებ პოზიციებს ბიტკოინში, Google-სა და Nvidia-ში და მსურს დავამატო მეტი Apple, Amazon და Alibaba უკან დახევებზე. Alibaba დარჩება უფრო მცირე ალოკაციად, რადგან ჩინურ აქციებს შეუძლიათ მკვეთრი რეაგირება მოახდინონ სამთავრობო და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. Chinese companies, they have a lot of fluctuations based off decisions by government or political decisions. So I'm more cautious with Chinese stocks. If you have any questions, let me know in the comment section below. You can watch my 25 years of investing. ეს ვიდეოები იზიარებენ გაკვეთილებს 25 წლის ინვესტიციიდან, მათ შორის როგორც მოგებაზე, ასევე წაგებაზე. ისინი არ არიან ფინანსური რჩევა. ჩემი მიდგომა არის კაპიტალის გავრცელება დაახლოებით 10 მაღალი ხარისხის აქტივზე. მირჩევნია კომპანიები უზარმაზარი და მზარდი შემოსავლით, ძლიერი მოგებით და გრძელვადიანი ბიზნესით. Google, Apple, Nvidia და Amazon არის მაგალითები, ხოლო Bitcoin არის პორტფელის სპეკულაციური ნაწილი, რადგან ის არ ქმნის კორპორატიულ შემოსავალს ან შემოსავალს. And 10 assets, Bitcoin is one of them. Bitcoin is a speculative asset. It doesn't have the revenues and the profits coming from Google, for example, which made 400 billion and 100 billion profit. 100 billion profit. I want to put this in perspective for you guys. Google წელიწადში უფრო მეც გამოიმუშავებს, ვიდრე SAP 500 კომპანიების უმეტესობა. Amazon-მა ასევე გამოიმუშავა $700 მილიარდზე მეტი წლიური შემოსავალი და შეინარჩუნა დაახლოებით 67 მილიარდი მოგება. ვცდილობ ვიყიდო განსაკუთრებული ბიზნესი, როდესაც მათი შეფასება 15-ჯერ ან 20-ჯერ ეცემა მოგებაზე, შემდეგ შევამცირებ ექსპოზიციას, თუ მრავალჯერადი იზრდება 35 ან 40-მდე. Google ცოტა ხნის წინ ვაჭრობდა ფასი მოგების თანაფარდობად 16, რის გამოც მე დავამატე აგრესიულად. Whenever it comes down to around 15, 16, I start to buy it. Very rarely do you get Google or Apple coming to 20p ratio. Google came to 16p ratio just recently. That's why Google-ის უახლესი შედეგები განსაკუთრებით ძლიერი იყო. ეკრანზე ნაჩვენები მაჩვენებლები მიუთითებს კვარტალურ შემოსავალზე დაახლოებით $119.7 მილიარდზე და წმინდა შემოსავალზე დაახლოებით $35.7 მილიარდზე. ეს შთამბეჭდავი ზრდა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ არ ავურიოთ კვარტალური შემოსავალი მოგებასთან. ახლა გადავიდეთ სქემებზე. We're going into technicals. You can see market. Alibaba გაიზარდა დაახლოებით 30-დან 40%-მდე მისი ბოლოდროინდელი დაბალიდან. ჩემი ყიდვის სიგნალი იყო $92 მახლობლად და შევიყვანე დაახლოებით 100. პირველი მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა არის 147-თან ახლოს, რასაც მოჰყვება 194. მისი ფასი მოგების კოეფიციენტი არის დაახლოებით 20. ფინანსური პანელი აჩვენებს დაახლოებით $144 მილიარდ წლიურ შემოსავალს და 14 მილიარდს წმინდა შემოსავალს. ბოლო კვარტალში იყო დაახლოებით 35 მილიარდი შემოსავალი და 3 მილიარდი მოგება. ეს რიცხვები სასარგებლო შედარებას იძლევა Google-თან. Alibaba is now 20. It came very low when it was getting sold off. Last year they made 144 billion and 14 billion profit. Last quarter they made 35 billion and 3 billion profit. So okay, just keep this as a reference, 144 billion and 14 billion profit. Now let's go into Google. It's down 0.8%. You can see Google going for all-time high, very close to all-time high. Its P ratio is Google დაეცა დაახლოებით 0.8%-ით, მაგრამ რჩება მის ყველა დროის მაქსიმალურთან ახლოს და მისი ფასი შემოსავლების კოეფიციენტი არის დაახლოებით 17, ქვემოთ Alibaba-ს. ნაჩვენები ძლიური მაჩვენებლებია დაახლოებით $402 მილიარდი შემოსავალი და 132 მილიარდი წმინდა შემოსავალი. ბოლო კვარტალში ეკრანზე ნაჩვენებია დაახლოებით 119.7 მილიარდი შემოსავალი და 35.7 მილიარდი მოგება. ბოლო კვარტლები გვთავაზობენ მუდმივ ზრდას, მაგრამ თავდაპირველი სალაპარაკო გაანგარიშება აჭარბებს ძლიურ მოგებას შემოსავლისა და შემოსავლის შერევით. $440 billion revenue and 350 billion profit.
crazy. And last year their profit was just 100 and Google ვაჭრობს დაახლოებით $404. ყოველკვირეული დიაგრამა მაღლა იცევს, ხოლო დღიური გრაფიკი გახდა ზედმეტად შესყიდული და უკვე შესწორებულია ბოლოდროინდელი მაღალიდან დაახლოებით 7%-ით. 4 საათიან დიაგრამაზე ფასი აყალიბებს გაფართოებულ დაღმავალ სოლს. ეს კომბინაცია ინარჩუნებს Google-ს საინტერესოს, თუმცა გარღვევა ჯერ კიდევ საჭიროებს დადასტურებას. You can see the broadening descending wedge. Let's go into into Bitcoin. You can see Apple is up, the rest of the market green. Nvidia was up 2% as well, 2.2%. Nvidia now is off the bottom of ვაშლი და ბაზრის უმეტესი ნაწილი მწვანეა. Nvidia მოიპოვა დაახლოებით 2 თებერვალი% და ახლა დაახლოებით 18%-ით აღემატება მის ბოლო დაბალ დონეს. მისი ყველა დროის მაღალი მაჩვენებელი $230 უახლოვდება, რაც მხოლოდ $13 აღემატება მიმდინარე ფასს. დიაგრამა აგრძელებს მზარდი ტენდენციის ხაზის პატივისცემას, ასე რომ შემდეგი კონტაქტი ამ ხაზთან შეიძლება გახდეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის სფერო. Bitcoin კი $64,800-თან ახლოს ვაჭრობს. Bitcoin 64,800. I'm in a 2 Bitcoin trade right now. Over on Bybit, 2 Bitcoin trade. მე ამჟამად ვფლობ 2 ბიტკოინის პოზიციას Bybit-ზე და ვაჩვენებ დაახლოებით $830 არარეალიზებულ მოგებას. 4 საათიან დიაგრამაზე სტრუქტურა წააგავს ხარის დროშას და 6 საათიანი დიაგრამა შესაძლოა აყალიბებდეს თავმხრების შებრუნებულ შაბლონს. ყოველდღიური დიაგრამა კვლავ აჩვენებს დაბალ ნიშნულებს, მაგრამ ფასი ცდილობს დაამყაროს ბოლოში. ყოველკვირეულ სქემაზე ბიტკოინი ბრუნავს ძირითადი მხარდაჭერის ზონიდან დაღმავალი სამკუთხედის შიგნით. On the weekly chart, still descending triangle. It's getting a bounce now out of that descending triangle, which is a bullish pattern. You learn about it in the Stockroom Master Course Crypto Course. Bitcoin indicator bot has fired a buy. You get it. Bitcoin-ის ერთმა ინდიკატორმა წარმოქმნა ყიდვის სიგნალი, ხოლო CryptoGo bot ირჩება ყოველკვირეული გაყიდვის სიგნალზე. ყოველდღიური იმპულსი გადაიზარდა ჭარბი გაყიდვიდან ზედმეტად შესყიდვაზე ძალიან სწრაფად, მიუხედავად მოკრძალებული ზრდისა, რაც იდეალური არ არის. აშკარა გარღვევას ასევე აკლდა ფასების ძლიერი გაფართოება და მოცულობა, რომლის ნახვაც მინდოდა. ამრიგად სისუსტე რჩება, თუმცა თავმხრების შესაძლო ინვერსიული დაყენება ჯერ კიდევ ძალაშია. Which is beautiful. That's my updates in the market. That's my Bitcoin trade, and I've got more orders over on VX as well laddered in. You can see my orders here on VX. I use these accounts for spending as well, which is the best. I've got a debit card on Bybit. The Elite Plus AI Traders Group, you can see მე ასევე მაქვს დამატებითი ეტაპობრივი შეკვეთები VX-ზე და ვიყენებ გაცვლის ბარათებს ყოველდღიური ხარჯვისთვის. ელიტარული და ხელოვნური ინტელექტის სავაჭრო ჯგუფებში რამდენიმე ბოლოდროინდელმა პოზიციამ მიაღწია მოგების მიზნებს, მათ შორის გარიგება ოქროს, Microsoft-ის, Bitcoin-ის, Nvidia-სა და Tesla-ში. ქვემოთ მოყვანილი ბმულები მოიცავს Bybit, VX, უფასო Telegram საზოგადოებას, Elite Traders ჯგუფს, Clash of Days და კრიპტოკურსს. როდესაც კერძო ჯგუფი მიაღწევს 250 წევრს, MacBook Air გადაეცემა მის წამყვან ტრეიდერს. ეს მაგალითები არ არის მომავალი შედეგების გარანტია. And the Crypto Masterclass also, when that group gets to 250 members, so it's about 32 members away, 218 members. Once it gets to 250 members, we're going to give away a MacBook Air to a top trader inside that group, which is beautiful. I'm up almost 122,000 on my investment, almost double my money. Thanks for all the info you bring. საზოგადოების წევრები აგრძელებენ წამახალისებელი შედეგების გაზიარებას, მაგრამ ყველა პორტფელი განსხვავებულია. ამ შაბათ-კვირას ძირითადად ვიღებ ბიტკოინის მოკლევადიან გარიგებას. ჩემი უფრო დიდი მიზანია ბიტკოინის მნიშვნელოვანი პოზიციის აშენება, თუ ბაზარი დაადასტურებს, რომ ბოლოში ყალიბდება. დაიცავით თქვენი კაპიტალი და გილოცავთ ყველას, ვინც ისარგებლა ბოლოდროინდელი მიღწევებით Nvidia-ში, Google-სა და Apple-ში. მშვენიერი დღე გქონდეთ და ხვალ გნახავ. And Apple even the last few weeks. Have an amazing day and I'll see you all again tomorrow.